მოგესალმებით უცხოს ტელემაყურებლებო, ეთერში გადაცემა დილის მონეტიზაცია 5 ივნისის დილიდან სტუდიაში თქვენთვის მუშაობას გიგათვაურიდან მონეტიზაციის გუნდი იწყებს. Საქსტატმა სულ 2 დღის წინ ახალი პლატფორმა შემოგთავაზა. ეს არის ენერგეტიკული პორტალი. ამ ეს ინფორმაცია რამოდენიმე თვის წინ გავრცელდა. თავად ბატონმა გოგიტა თოდრაძემ ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს დაანონსა ჩვენს პირდაპირ ეთერში ენერგეტიკული პლატფორმის გაშვება და დღეს უკვე საზოგადოება მიიხილა აღნიშნული პლატფორმა. მე მინდა პირველ რიგში მივესალმო გოგიტა თოდრაძეს, საქსტატის აღმასრულებელ დირექტორს. დიდი მადლობა ბატონო გოგიტა გადაცემაში მონაწილეობისთვის და სანამ პორტალზე გადავართ, ძალიან მნიშვნელოვან პორტალზე. პირველ შეკითხვით ზუსტად ამ მნიშვნელობის წარმოჩინებაზე გადავალ, იმიტომ რომ ენერგეტიკული პორტალი, როგორც აი პროდუქტთა ერთობლიობა. ჩვენ ვიცით, რომ არაერთი გადაცემა და რუბრიკა მიგვიძღვნია ცალკეულად ელექტროენერგიისთვის, რომელიც ყოველთვის ადგილობრივ ექსპორტში ტოპ 5-ში იკავებს მოწინავე ადგილებს. იმპორტში ნავთობი და ნავთობპროდუქტები და ასე შემდეგ. მე მინდა თავად აი ამ პროდუქტთა ერთობლიობის საჭიროებაზე გკითხოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ის ჩვენთვის და რამდენად დიდ წილს იკავებს ჩვენს საგარეო ვაჭრობაში. მოგესალმებით, გიგა, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ სტუდიაში მოწვევისთვის. უნდა აღინიშნოს ის, რომ მდგრადი ენერგეტიკის გარეშე შეუძლებელია პრაქტიკულად ეკონომიკური განვითარება და ამას მართლაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს განსაკუთრებით საქართველოს მსგავსი და საქართველოს მოცულობის მქონე ქვეყნისთვის და თუ დავაკვირდებით მთლიანი შიდა პროდუქტის სტრუქტურასაც და დარგობრივ ჭრილს შევხედავთ ენერგეტიკის წილი დაახლოებით 3%-მდეა ქვეყნის ეკონომიკაში და თუ დავაკვირდებით დინამიკასაც ის მნიშვნელოვნად არა, თუმცა ზრდის ტენდენციით ხასიათდება ზოგადად. რა თქმა უნდა, ენერგეტიკა ზოგადად და ეს პორტალიც, რომელზეც მე უფრო დეტალურად ვისაუბრეთ, 5 მიმართულებას აერთიანებს, ეს საერთაშორისო მეთოდოლოგიითაც ესეა. აქ არის წარმოდგენილი ელექტროენერგია და თბოენერგია, აქ არის წარმოდგენილი ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ბუნებრივი გაზი, ბიოსაწვავი და ნარჩენები, ასევე ქვანახშირი, თუმცა ჩვენთვის ყოველთვის მოწინავე გახლავთ ელექტროენერგიის წარმოება და განსაკუთრებით ჰიდროელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგია, რომელიც ასევე საექსპორტო სასაქონლო კატეგორიათაც არის მიჩნეული და მოწინავე რიგებში დგას სხვადასხვა პერიოდულობით. რა თქმა უნდა, სეზონურად, მას სეზონურობის ხასიათი ახასიათებს, არის პერიოდი, როდესაც პირიქით იმპორტიც კეთდება მოთხოვნიდან გამომდინარე. ძირითადად ზამთრის პერიოდში. დიახ, თუმცა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საექსპორტო სასაქონლო ჯგუფსაც წარმოადგენს. კი ბატონო, მოდით მაყურებლისთვის უფრო ცხადი გავხადოთ, კონკრეტულად რას გვიჩვენებს ეს პლატფორმა. ეს არის არამხოლოდ დარგობრივი ელექტროენერგეტიკული სტატისტიკა, არამედ როგორც შემნახე, თვითონ ენერგეტიკის წარმოებაც და ადგილობრივი მოხმარებაც. კიდევ რა შეიძლება ნახოს ჩვენმა მაყურებელმა აღნიშნულ პორტალზე? ესე იგი, ეს გახლავთ ჩვენთვის რიგით 25-ე ჩვენი გუნდის მომზადებული ინტერაქტიული პლატფორმა და ჩვენ მართლაც დიდი სიამაყით და სიამოვნებით წარუდგინეთ ის ჩვენს მომხმარებელს და ის იძლევა ძალიან კარგ შესაძლებლობას ერთ სივრცეში იხილოს მომხმარებელმა არა მხოლოდ ჩვენს მიერ ორგანიზებული კვლევების, არამედ მრავალი ადმინისტრაციული წყაროს შედეგი კონსოლიდირებული ერთ სივრცეში და რაც მთავარია ადვილად აღსაქმელი ფორმით და თანამედროვე ვიზუალიზაციის ეფექტებით. ესე იგი, ის ჩვენ გვაძლევს რამდენიმე მიმართულებით ინფორმაციას, უპირველეს ყოვლისა ეს გახლავთ ენერგეტიკული ბალანსები, რომელიც იმ 5 ენერგიის ფორმის მიხედვით არის დისაგრეგირებული. აქ არის წარმოდგენილი რესურსები და მოხმარება, ბალანსის სტრუქტურა მოგეხსენებათ. აქ არის წარმოდგენილი ადგილობრივი წარმოება, აქ არის წარმოდგენილი იმპორტი, აქ არის წარმოდგენილი ექსპორტი და რა თქმა უნდა, მოხმარება სხვადასხვა სექტორის მიხედვით. მათ შორის არის მრეწველობა, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო სექტორი და ასე შემდეგ. ერთ-ერთი მახასიათებელი მოგეხსენებათ, ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ აქცენტირებას იმაზე, რომ
მზარდია ყოველდღიურად და მოხარებლის მხრიდან მოთხოვნა სხვადასხვა სახის ინფორმაციაზე და ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება მხოლოდ სტატისტიკური კვლევებით შეუძლებელია დამეთანხმებით. ამიტომ ჩვენ განსაკუთრებულ აქცენტებს ვაკეთებთ ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროზე და სწორედ ადმინისტრაციული წყაროების სიღრმისეულმა დამუშავებამ მოგცა მოკლევადიანი სტატისტიკის. აი ამაზე უნდა გკითხოს ზუსტად მოკლევადიანი ენერგეტიკული სტატისტიკა. ძალიან საინტერესო ნაწილი ამ ენერგეტიკული პორტალის, რას გვიჩვენებს ის და ასევე სხვა საჭირო მიმართულებებიც, იმიტომ რომ აქ პორტალი არა მხოლოდ მოკლევადიან ენერგეტიკულ სტატისტიკას, არამედ სხვა მიმართულებებსაც დეტალურად აღწერს. და ასევე სანამ შეკითხვაზე პასუხს გავცემთ, ჩვენ გვაქვს გადაცემა მონეტიზაციაში ინტეგრირებული ენერგეტიკული რუბრიკა, რომელსაც პირდაპირ გეუბნებით, რომ ძალიან გამოადგება აღნიშნული ენერგეტიკული სტატისტიკა რაღაც ნაწილების, ენერგეტიკული ნაწილების გაზომვაში და ჩვენ გადაცემისთვისაც ძალიან მომგებიანია ეს ენერგეტიკული სტატისტიკის პორტალის გაშვება. ძალიან კარგი. მოკლედ, ესე იგი მოკლევადიანი სტატისტიკა მთლიანად დაფუძნებულია, ანუ ეს არის სტატისტიკა, რომელიც კვარტალურ ან ნახევარწლიურ პერიოდულობის ინფორმაციაზეა დაფუძნებული, თუმცა მაგალითად სტატისტიკაში ზოგიერთ მიმართულებაში ყოველთვიური მაჩვენებლის წარმოების შესაძლებლობაც გვაქვს, რომელიც ასევე მოკლევადიან სტატისტიკად არის მიჩნეული. ესე იგი, ამ შემთხვევაში ენერგეტიკაში ეს მთლიანად ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროზეა დაფუძნებული, ამ წყაროებს წარმოადგენენ სემეკი, ნავთობისა და გაზის კორპორაცია, გაზის ტრანსპორტირების კომპანია, ესკო და ასე შემდეგ და შესაბამისად ჩვენ მოხმარებლებს სხვადასხვა ზომის ერთეულებში ენერგორესურსების წარმოების და მიწოდების მიმართულებით ვაწვდით მაქსიმალურად დეტალიზებულ ინფორმაციას და ვფიქრობ კიდევ უფრო განვავითაროთ და გავხადოთ დეტალური ეს მონაცემები მომხმარებლებს. ბატონო გოგიტა, 25-ე პორტალი არის თქვენი. მე განსაკუთრებით აქვე გამოვარჩევდი სუბიექტურად პირდაპირ უცხოური ინვესტიციების პორტალს, რომელსაც განსაკუთრებით ხშირად ვსტუმრობ და აქტიური მომხმარებელი ვარ. მოკლე და საშუალოვადიანი გეგმები. რა იგეგმება, რომელ პორტალზე დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც პორტალი იქნება, რომელიც კიდევ უფრო ინოვაციური და კიდევ უფრო საინტერესო მაყურებლისთვის, რა არის ეს პორტალი, რასაც უნდა ელოდოს საქმის აქტიური მაყურებელი. დიახ, ჩვენ ვახსენეთ, რომ ეს იყო 25-ე. რატომ 25-ე? ჩვენ მრავალი წლის წინ დავუპირდით მომხმარებლებს, რომ საშუალოდ კვარტალში ერთ ინტერაქტიულ პლატფორმას შევთავაზებდით. რა თქმა უნდა, გასული რამდენიმე 7-8 თვის განმავლობაში ჩვენი მთელი რესურსი მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერამ წაიღო, რომლის შედეგები ძალიან მალე საზოგადოებისთვის იქნება ცნობილი. თუმცა მე იმ დანაპირებს მაინც შევასრულებ, ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს ამაზე და საშუალო მაჩვენებელი მართლაც იქნება კვარტალში მინიმუმ ერთი ინტერაქტიული პლატფორმა. ჯერ ამის შესახებ ჩვენ არ გვითქვამს, თუმცა თქვენს ეთერში ვიტყვი პირველად, რომ ამ დღეის მდგომარეობით ჩვენ მუშაობთ კიდევ ახალ ინტერაქტიულ პლატფორმაზე, ეს იქნება გარემოს სტატისტიკის პორტალი, რომელიც გარემოს სტატისტიკის მიმართულებას, ბუნებრივ რესურსებს, სხვადასხვა მიმართულებით წარმოაჩენს ძალიან კარგად და იქნება ერთ-ერთი კარგი შესაძლებლობა აღნიშნული სფეროს სიღრმისეული ანალიზის. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში ამ განცხადებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი გადაცემისთვისაც. ის თუ გარემოს სისუფთავის და ეკოლოგიური სტატისტიკაც იქნება ასახული? რა თქმა უნდა, აქ იქნება ნარჩენებთან დაკავშირებული სტატისტიკა, ნაკრძალების შესახებ ინფორმაცია, ბუნებრივი რესურსების გამოყენება და ეს იქნება რეგიონულ ჭრილში, რაც საკვირველია, რაც ასევე სივრცითი ანალიზის მიმართულებით იქნება ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი. ბატონო გოგიტა, აღწერა ახსენეთ მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო და აუცილებლად ჩაგკითხებით ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ფაქტობრივად თქვენს განაცხადეთ, რომ საქსტატის მთლიანი გასული წლის ბოლოს და მიმდინარე წლის რესურსი მთლიანად უმეტესად ამას მოხმარდა. მიუხედავად ამისა, მაინც შემოგთავაზეთ ინოვაციური პროდუქტები, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა. აღწერასთან დაკავშირებით უნდა გკითხოთ აუცილებლად. როდის გვეცოდინება პირველადი მონაცემები, როდის გვეცოდინება დაზუსტებული მონაცემები და ზოგადად რა პროცედურა არის, იმიტომ რომ იყო შეგრძნება, რომ ცოტა გაიწელა ეს ამ მონაცემების დაგენერირება. ეხ, რეალურად რო დავაკვირდეთ და ჩავხედოთ ჩვენს გეგმას, ეს გეგმა ვებგვერდზეც გვაქვს განთავსებული მონაცემთა გავრცელების კალენდარი, რომელსაც დარწმუნებული ვარ ძალიან კარგად იცნობთ თქვენც და თქვენი გუნდიც.
ზოგადად აღწერის პროცესი რამდენიმე წლიანია. აღწერის ჩატარებამდე 2 წლით ადრე მინიმუმ მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. შემდეგ ტარდება მონაცემთა შეგროვება და იწყება კიდე მონაცემთა დამუშავება, ვალიდაცია, შედეგების ფორმირება და ამას ჭირდება კიდევ დაახლოებით წელიწად ნახევარი. ჩვენ აღწერის პროგრამა რო დავამტკიცეთ და გავასაჯაროეთ, იქვე არის ნახსენები, რომ აღწერის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება ზუსტად 25 ივნის 11 საათზე. ეს სტატსამუშაოთა პროგრამაშიც კიდევს, რომელიც ჩვენ შარშან დეკემბერში გამოვაქვეყნეთ და განვათავსეთ ჩვენს ვებგვერდზე. გარდა ამისა, ესე იგი, გარდა იმისა, რომ 25 ივნის 11 საათზე ჩვენ გამოვაქვეყნებთ მათ შორის რეგიონების მიხედვით სქესობრივ ჭრილს მოსახლეობის რიცხოვნობის შესახებ, უფრო უმცირესი ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით, ანუ სოფლების დონეზე და უფრო მეტი დისაგრეგაციით ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება კიდევ ერთ წელში, ანუ 2026 წლის 25 ივნის დაახლოებით იმავე დროს. და დაზუსტებული მონაცემები როდის იქნება? ანუ ზუსტად, ესე იგი, ეხლა იქნება წინასწარი შედეგები უფრო აგრეგირებული სახით, მიმდინარე წლის 25 ივნისში, რამდენიმე დღეში, სულ, ხოლო კიდევ ერთ წელში იქნება საბოლოო დაზუსტებული ინფორმაცია უმცირესი ადმინისტრაციული ერთეულების სოფლების მიხედვით. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გოგიტა, მადლობა ახალი პლატფორმებისთვის და იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი სტუმარი ძალიან მალე იქნებით, აგერ 25 ივნის დაანონსეთ უკვე ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საჭირო სტატისტიკა მოსახლეობის აღწერის, რომელსაც ყველა ძალიან დიდი მოლოდინით ველოდებით. გოგიტა თოდრაძე, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი იყო ჩვენი გადაცემის პირველი ბლოკის სტუმარი.